მოვედი. ვაიმე სუტალახიანია ყველაფერი. სუდავისვარე. ეს ნახეთ. არ მეგონა თუ ესე კარგად ჩამოვიყვანდი. სხვათა შორის ჭკვიანეთი არა. თავიდან ცოტა გამაბრაზა, მაგრამ ჭკვიანეთი არა. მოვედი და არც ჩემი ძმა დამხვდა, არც მამა ჩემი დამხვდა. მაგრამ რაც თავარია ფეჩი ანთია და სითბოა. ცხოველები დამხვდა այն რაოდენობის, ანუ გარეთ ვეღარ გავდივარ. ჩემი ფისო ხო ჩამოვიყვანე. აქ მამიკოს ყავდა ერთი ლეკვი და ერთი კნუტი. ხო და კიდე მესამე ეზოშია. ეგ მესამე საიდან გამოიყვანა, ან ვისია, არ ვიცი. ხო და ჩემ ფისოს ვანახე ეს კატაც და ლეკვიც და ლეკმა არაფერი არ უქნა, იმიტომ რომ პატარაა და წაეთამაშა უბრალოდ ლეკმა ჩემ ფისოს და ჩემმა ფისომ ეგრევე კლანჭები დააყარა რა. ხო და აქ ვართ ყველა ერთად. თოვლის სხვათა შორის. აქ დიდია, ქალაქში უფრო პატარა იყო. აქეთ ეტყობა რომ ახალი, ანუ დაამატა კიდე. იმიტომ რომ ხეები ჯერ არ არის ბოლომდე ჩამოთოვლილი. შუქი არ არის ყველაზე საშინელება რაც არის, ანუ ოდნავ მოთოვს, ოდნავ მოათეთრებს და ეგრევე კაბელები წყდება და ეგრევე შუქი არაა. ანუ 2 დღეა თუ 3 დღეა შუქი არა აქვთ და რა მეშველება უშუქოდ არ ვიცი, ინტერნეტიც მაქვს და ტელეფონიც მაქვს, მაგრამ დამიჯდა უკვე. ხო და ისინი ნახეთ როგორ მიყურებენ და მისმენენ ნახეთ. ეთენი ნახეთ. ძალიან საყვარლები არიან. აი ამაზე ვგიჟდები, აქ ფეჩთან რო ვზივარ, რო ვთფები. და ფანჯარაში ესეთი საოცარი ხედი როა. ოღონდ თოვლი უფრო უხდება, მაგრამ რატომღაც გონია რომ კიდევ დაამატებს. თუმცა უკვე ძალიან აღარ მინდა ისე დავსველდი გზაში სუტალახებში ვიარე. მერე ძაღლებმა და კატებმა დამსვარეს და ასე რა ვიცი, შუქი არ არის, ინტერნეტი არ იჭერს, ან გააკეთებენ ან არა. წინა წელს რო ჩამოვედი თოვლის პერიოდში, მაშინაც ეგრე იყო, ჩავრჩი რასაც ქვია, გზები არ იყო, შუქი არ იყო, დენი არ იყო, არაფერი არ იყო. ხო და რავი. აქ ნახეთ რა ამბავია. გამოუტანია მამა ჩემს ჩემი ძველი ნაძვის ხე და არა აქ აწყობილი. მე მელოდებოდა ფერადი განათებები წამოიღეო მითხრა, მაგრამ ვერ მოვასწარი ყიდვა. ეს ის ნაძვის ხეა, წინა წელს თბილისში რომ ედგა. ეს ნაძვის ხე ძალიან დიდი ხანია უკვე რაც გვაქვს და დავთოვლე. პევეათი და იმითი, მაგრამ ყოველ წელს ძრებოდა, გინდა არ გინდა და დარჩა მარტო წეპო. ხო და რა ამბავია ნახეთ. ქვეყანა განათებები მქონდა და როგორ დავიჯერო რომ ერთიც არ არის. აი სათამაშოები ჩემი გამომწერის გამოგზავნილი და ეს თოვლი. ნამდვილი ჯადოსნური ახალი წელია. შუქი რო იყოს ოღონდ. ანუ ძალიან საშინელებაა ხალხო. რა უბედურობა ახალ წელს წარმოიდგინეთ, ჭურჭელი ვერ დარეცხო, საჭმელი ვერ გააკეთო. საშინელებაა ძალიან უშუქობა და წერა რომ მოვდიოდი გზაზე, დენის კაბელები ყრია დაბლა. ანუ საშინელებაა, როდის უნდა გააკეთონ. ვის ცალიან და ამ საახალწლოდ რა ვიცი. იმედი მაქვს რომ ხვალისთვის მაინც შუქი გვექნება და დღევანდელ დღეს გადავაგორებთ როგორღაც. ტელეფონი მაქვს 13%-ზე და ინტერნეტიც არ იჭერს. აზრი არა აქვს, დედიკოს დეიდას ვერ ურეკავ. ეს აქ წლების წინ მამა ჩემმა ეზოს ცელავდა და ქვა მოარტყა, ოღონდ პრიალაა. შიგნიდანაც და გარედანაც პრიალაა, ხელს რო გადაუსმევ. რანაირად გატყდა ეგრე არ ვიცი. ესეთი ამინდია 31 დეკემბერს ჩვენთან. ნახეთ, თოვლი კი დამხვდა, მაგრამ როგორც ესეთი თოვას ვერ მოვესწარი. მაგრამ ისეთი ამინდია შეიძლება ამაღამაც ითოვოს. უკვე დნება. გუშინ მოყინა, ძალიან ხრაშუნებდა თოვლი, ეხლა უკვე დნება. წვიმს თან, წინ წყლავს, ძალიან ცივა. მოკლედ ისეთ სამზადისში ვართ, საახალწლო სამზადისში მე და მამიკო. ვაკეთებთ რავი, მამიკო ოსტრს აკეთებს, ეხლა ნიგოს არჩევს. მე ოლივიეს მასალას ვხარშავ, ვენეგრეტის მასალას, ჯერ ვენეგრეტი უნდა გავაკეთო.
მერე ქათმის ფილეს აწეწილი უნდა გავაკეთო და პიცა უნდა გამოვაცხო 2-3 ცალი ალბათ 3 ცალს გამოვაცხო და რავი მოკლედ სამზადისში ვართ ძალიან კარგია საუკეთესო გადაწყვეტილება იყო სოფელში რომ ჩამოვედი ახალ წელს ცივაძან დიდ ვერაფერს ვერ ვიღებ ვიდეოებს გაწამაწიაში ვარ წერან ვინეგრეტის მასალა მოვხარშე დავადგი მერე ჭურჭელი დავრეცხე ეხა ცოტას ვისვენებ ეხა ცომიც უნდა მოვზილო და რავი რა მოკლედ სამზადისში ვართ საახალწლო სამზადისში ეს შემი ხო? ხო აბა ვისი იქნება 5 უკლია 7 ვიდო ფისით რო აკაი დაიწყება ეხა სროლები საწავიდა ფეიერვერკი ეს დაიწყო თოვლიანი ახალი წელი ოღონდ რაღაცა ფეიერვერკები არ ჩანს თან ისეთი მოღრუბლულია წვიმს და გაგვიდინო თოვლი აუ ეს რატო არ ამთია მოიცა ამასაც ავანთებარენ სროლის ხმები ისმის მაგრამ არ ჩანს არაფერი არ ჩანს ადრე ძალიან ბევრი იყო ხოლმე და ეხა თან პიროტექნიკა ესე თუ ისე აკრძალეს როგორ არის სრის კილოცავთ ბექა ყოველ წელს შენ უნდა გიყვირო და გამოდიო მოიცა გამოვიდეს ვოპ მოიცა გამოვიდეს ბარემ ბექა კილოცავთ ასანდი ვარ ხოლმე კილოცავთ დაიწყო სროლების სერიოზულად ოღონდ წვიმიანი ახალი წელი გვაქვს თოვლიანი არ გვაქვს ნახეთ აქეთ ყოველთვის ლამაზი ფეიერვერკებია ხოლმე აქეთ არის ხოლმე ყოველთვის ლამაზი ფეიერვერკები კილოცავთ რა ლამაზია მაინც ძალიან ბევრი პიროტექნიკებია კილოცავთ მეგობრებო მრავალს დაესწარით ჯანმრთელად ბედნიერად გახარებული წინსვლის და წარმატების წელი ყოფილიყოს და რა ვიცი საუკეთესო წელია მართლა აუ აქეთ ნახეთ აი აქ და აქ ყოველთვის საუკეთესო ფეიერვერკებს ისვრიან ყოველ წელს სუფრა გაწყობილია ეხლა შევალთ დავლევთ მე 15 წუთი არ შევდივარ ხოლმე სახლში სანამ ეს ფეიერვერკები ბოლომდე არ მორჩება ყველა სანამ არ ვუყურებთ 15 წუთი სახლში არ შევდივარ 21-ში საღამოს ჩავედი თბილისში 30-31 პირველში საღამოს წამოვედი უკვე უკან რადგან ორში ვმუშაობდი მოკლედ გილოცავთ ყველას ახალ წელს მრავალს დაესწარით ჯანმრთელობის ბედნიერების ხვავის ბარაქის და ყოველივე საუკეთესოს მომტანი წელი იყოს 2026 ძალიან სასიამოვნოდ გავატარე სოფელში ახალი წელი მართლაც ძალიან დასამახსოვრებელი იყო დავტკბი იქაურობით აი აქ უკვე 12-ის მერე დავსხედით სუფრასთან ჩემი მეგობარი ელენეც ჩემთან ერთად შეხვდა ახალ წელს და რავი ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ ოჯახის წევრებმა ერთად დრო აქ მამა ჩემი ფეიერვერკს ისვრის ძალიან საყვარლობა იყო მართლა თან თოვლიანი ახალი წელი
უშუქობა ყველაზე სასწაული იყო 30-ში საერთოდ შუქი არ მქონდა აქ უკვე 12-ის მერე სახში რო დავლიეთ მერე უკვე გადავდივართ მეზობლებთან რომ მაგათაც მიულოთ ცოტა ახალი წელი და აი აქ უკვე სამწუხაროდ პირველში ღამე წამოვედი თბილისში მატარებლით მომიწია წამოსვლა იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო და მატარებლით ვიმგზავრე ეს არის აბაშის ნაძვის ხე ძალიან საყვარლობა სხვათა შორის თბილისში რო ჩავედი იქაც თოვლი დამხვდა ანუ გზაში ვნახულობდი თბილისელების სტორებს გამოგზავნილ ვიდეოებს რომ ძალიან კარგად თოვდა თბილისშიც და მე რო ჩამოვედი ეს უკვე დღევანდელი დილის 1 დეკემბრის დილას გადაღებული ვიდეოა უკვე მოყინული იყო საშინელი სრიალებ და ფეხი აბა წარმატებული 2026 წელი ყველას